საჯარო ადგილას გადაღების უფლება ყველას აქვს და მიყვიროდით ქალბატონო, მეჩხუბებოდით. გამოიძახე პატრულები. ამიხსენი რა უფლება. გადავიღებ თავხედობას, ყველა თავხედობას გადავიღებ. მეჩხუბებოდა ბატონო. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? ბავშვებს რა უნდა ასწავლო? შენ რა უნდა ისწავლო? შენ ვინ გასწავლის რამეს? წამო. გამოიძახეთ ბატონო. გამოიძახეთ ქალბატონო, გვინდა ჩვენც, იმიტომ რომ ხელით შეგვეხეთ. მიიტყე, ხალხო, აი და მიყვირი ხარ. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? წამალს ვითხოვთ ბავშვებისთვის, ვითხოვთ წამალს. ბავშვებისთვის წამალს ვითხოვთ და ამის გამო შეიძლება რომ რათა წამალს. ხარო ჩხუბობ ეს რაღაცებს. წამალს, ბატონო, წამალს ითხოვენ ხოლო და ხალხოებს ვადრეობთ. რაზე მეჩხუბები და ხელებს რაზევი? სახელი და გვარი თქვით. სახელი და გვარი თქვით თქვენი. კამერები და ყველაფერს ამოვიღებ, გაიგონე. მოძალადე რო იქნება ლექტორი, ძალიან ცუდად წამოქვეყნისა. მოძალადე ლექტორი ყავს მესეში. რომელიც სტუდენტებს ხელით ეხება. უნივერსიტეტს ყავს. და თქვენ მისი მხარდამჭერი სახელი და გვარი. სახელი და გვარი თქვით. აზრდებაზე. კი ბატონო, გაიგებს ყველა თქვენ სახელსა და გვარს. გაიგოს მე. კი ბატონო. ცუდი რამე გავაკეთე? რა თქმა უნდა. ხარს უჭერთ იმას, რომ წამლის მოთხოვნაზე ადამიანი გამოსული ვარ აქ ხელმოწერებს. მოთხოვნასაც გააჩნია, გამიგე? ძალიან თავაზიანად ვითხოვთ. ბატონო, მე თვითონ ხედავდი რა. აი რა დაინახეთ? ყველაფერი დავინახე. რა დაინახეთ თქვით, რომ საწინააღმდეგო დავამტკიცოთ კამერებით, იმიტომ რომ ყველაფერი გადაღებულია და ძალიან კარგად ჩანს, რომ მეჩხუბებოდა ქალბატონი და შემდეგ იძალა და ფიზიკურად ადამიანზე. კიდე ჩვენ ვართ უსინდისოები. უსინდისოები ხარ, უსინდისოები. მადლობა.